Ოცავთ ყველას დიდი სიყვარული. ჩვენი ცხოვრება ძალიან მრავალგანზომილებიანია, ძალიან რთულია, მრავალი კომპონენტისგან შედგება, მრავალი ვექტორისგან, მრავალი შემადგენელისგან. მე ვიტყოდი, რომ უსაშველოდ რთულია დღევანდელი პოსტსაბჭოთა ადამიანის ცხოვრება, მაგრამ ქრისტე ღმერთი ამ ძიმე დროში მშობლ წყალობას იჩენს გაორმაგებულად და გასამაგებულად და ასე ვთქვათ, ბევრჯერ კიდე არ ვიცი, რამდენჯერ გამაგებულად, რამდენჯერ შეიძლება რა რიცხვი ახსენო, იმდენჯერ გვეხმარება და სწრაფ შეწევნას აღასრულებს ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ, მეტი ვიბრძოლოთ, მეტი სულიერი მონდომება გამოვიჩინოთ. ზოგჯერ უნდა ვიბრძოლოთ, ზოგჯერ უნდა დავთმოთ, ზოგჯერ უნდა რაღაც დაუშვათ გამოვიჩინოთ სულიერი პლასტიკურობა, სიბრძნე, ვიყოთ ბრძენი ვითარცა გველნი, უმანკონი ვითარცა მტრედნი. არ უნდა ვიყოთ დაციკლული მაინდა-მაინც გამარჯვებაზე და რაღაცა დომინირებაზე და ხანდახან დამარცხებას უნდა მივიღოთ და ვაღიაროთ. ეს პლასტიკურობა არ არის ნაკლი და სისუსტე, სიბრძნის მომტანია, მაგრამ რა თქმა უნდა არ არის ჯულისა და არა სარწმუნოების ხარჯზე. ამიტომ როდესაც ბრძოლა ვლინდება და როცა წინააღმდეგობას გვიწევს რაღაცა რეალობა, ჩვენ მას ვერ მოვერევთ. ერთ-ერთი უნდა აფრა აღმართოთ, რომ სულიერმა ძალამ ამ აფრის ესე ვთქვათ გაწევის ძალამ სულიწმინდის მადლმა ეს აფრა დაუბეროს თავისი წმინდა ნიავი და წინ წაგვიყვანოს და ესე ვთქვათ ამ აფრით ისევ და ისევ ნავთსაყუდილისკენ გაგვიწვეს ჩვენი ნავი, ინდივიდუალური ნავი. ინდივიდუალური იქნება ეს თუ დიდი გემი, რომელსაც ეკლესია ჰქვია და რომელსაც მივყვებით ჩვენ. რა თქმა უნდა, ამ დინებაში, ამ ოკეანეში, ამ შტორმში, ხანდახან კარგამინდში, ხანდახან არეულამში, ხან ღელვაში, ხან წყნარამინდში, რა თქმა უნდა, უამრავი დინებებია. ზედაპირი შეიძლება წყნარიც იყოს, მაგრამ წყალქვეშა დინებებია ყველაზე საშიში. ზედაპირი ზოგჯერ მათხვარა და მაცთურია. გონია რომ არაფერი, მაგრამ წყალქვეშა დინებებია ძალიან ძლიერი. ამიტომ ზედაპირის მიღმა უნდა ვიყუროთ ჩვენ. ადამიანს კი არ უნდა უყუროთ სახეზე და მის ჩასაცმელს, მის რამდენი აქვს ფული და რამდენი რა თანამდებობა აქვს და რა მანქანი დადის და მეშანური რაღაცა ასე ვთქვათ სტანდარტებით კი არ უნდა ვიმჟღავნოთ, რომელიც დღეს საკმაოდ სამწუხაროდ საკმაოდ გავრცელებულია. და აფასებენ ადამიანს ჩასაცმელით, დასახურით, მანქანებით, სტატუსით და ასე შემდეგ. ამ მირაჟის, ამ ზედაპირის ილუზიის მიღმა, ცოტათი მიღმა უნდა გავიხედოთ, გადავწიოთ ეს ილუზიური, გავარღვიოთ ეს ჩვენი სარწმუნოებრივი ლახვით, გავჭრათ ეს ილუზიის ბადე და იმის მიღმა უნდა გავიხედოთ. ეს არის ზუსტად ოსტატობა, სულიერი ქრისტიანის სულიერი ოსტატობა. ზუსტად ეს არის. და მოვითმინოთ უნდა. მოთმინება ეს დიდი პაუზაა. მოთმინება ეს შენი ცხოვრების საზრისის გაცნობიერებაა. მოთმინება ეს პაუზაა იქ, სადაც ურწმუნო არ მოითმენს, იქ, სადაც ურწმუნო რეფლექსურად რეაქციას მისცემს, მორწმუნე იქ მოითმენს და მეტაფიზიკურ სიბრძნეს გამოამჟღავნებს. ამიტომ არის მოთმინება ყველაზე დიდი სულის მომპოვებელი ძალა, მისტიკური ძალა. აი ზუსტად ჩვენი მენტალური, ემოციონალური და ხორციელი ცხოვრების ეს განზომილებები გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ თუ მათ შორის კავშირს კარგად აღმოვაჩინოთ და დავაკვირდებით მათ შორის კავშირს ჩვენ სულიერ ძალებთან, საემოციონალურ ძალებთან, ხორციელ ძალებთან მათ დავაბალანსირებთ. და ჰარმონიაში მოვიყვანთ და ჰარმონია ყოველთვის დაკავშირებულია წინააღმდეგობების, ურთიერთწინააღმდეგობრივი ძალების გაწონასწორებასთან და დაბალანსირებასთან. აი მაშინ არის ჰარმონია. ისე ჰარმონია ვერ იქნება. ამიტომ ამას დიდი შრომა უნდა და მენტალური დიდი ღვაწლი, ემოციონალური ღვაწლი, ხორციელი ღვაწლი. ვარხვაც ხორციელად ვიკავებ თავს ამისათვის, რომ ბალანსი მოვიწყოთ. ჩვენ მარხვაში ვამბობთ უარს გარკვეულ საკვებზე, რათა ამით განვაცხადოთ ის, რომ ჩვენი სულიერი პრინციპი და ჩვენი სულიერი აზრი ცხოვრების არა
ხორციელ ბიოლოგიურ საკვებში, არამედ ჩვენი სულიერი აზრი და პრინციპი სულიერ საკვებშია და მასზე ვაკეთებთ აქცენტს. 7 უნდა ვიყოთ, დაკვირვებული უნდა ვიყოთ, დისტანცირებული უნდა ვიყოთ ამას სოფლის აღრეული ნაკადებისაგან, რომლებიც ზედაპირზე როგორც აღნიშნე არ ჩანს, მაგრამ მათ წყლის ქვეშ ამას სოფლის ოკეანისა და ამას სოფლის ნაკადების ქვეშ ისეთი დამღუპელი ზოგჯერ ადამიანის ისე წაიღებს ეს სოფელი ადამიანს, ისე წალეკავს, რომ თვალსა დაახამხმებს, სიმბოლურად რო თქვა, მისთვის აბსოლუტურად სულერთია, გულგრილია. ფრინველი მიაქვს ამ სოფელს, თუ ადამიანი მიაქვს, თუ ქვაბი მიაქვს, თუ ჭიქა მიაქვს, არ აქვს მნიშვნელობა. აბსოლუტურად გულგრილია მატერიალური გარემო, ადამიანის სადმი თუ რაიმე ორგანული თუ არაორგანული სისტემისადმი, აბსოლუტურად გულგრილია. ორგანული თუ არაორგანული ასე ვთქვათ, შემადგენლობა ისევე დაიშლება და ისევე გულგრილად დაშლის ეს მატერიალური სამყარო, რომ აბსოლუტურად არანაირი მოთხოვნა იმისა, რომ რაიმე სენტიმენტალური ჩუქურთმები გამოამჟღავნოს ამ სამყარო იმისადმი, რომ განარჩიოს მის წინაშე ადამიანი იშლება, თუ არაორგანული ნივთიერება იშლება, თუ კრისტალი იშლება, თუ მცენარე იშლება, აბსოლუტურად სულერთია. მაგრამ ჩვენ, რომლებიც აღებული ვართ ამ სოფლისაგან, რომლებიც ხატი ვართ და მსგავსება და ხატება ღვთისა და ამა ყოფიერების პრინციპები და აქსიომები ვიცით, ქრისტეს მიერ მოცემული ღვთივ გამოცხადებული ჭეშმარიტი სარწმუნოება გვაქვს და ვიცით ის აქსიომები, ანუ მუდმივები, ჩვენი ყოფიერების მუდმივები, მათემატიკური ენით რო ვთქვათ, ხო, მუდმივები, რომლებიც არასდროს არ იცვლება. შეიძლება სხვადასხვანაირად იქნეს განმარტებული, მაგრამ არ შეიცვლება ჩვენი საიდუმლოებრივი ცხოვრების, ჩვენი მისტიკური ყოფის, ჩვენი თვითშემეცნების მუდმივები, კონსტანტები, ხო? გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ მენტალური, ემოციონალური თუ ხორციელი კვეთა ამას სოფლის ილუზიისა და მაცდური თამაშისა ამას სოფლისა, რომლისაგანაც ჩვენ უფალმა აგვიღო. და ვიცოდეთ, რომ ამათ სოფლისაგანი არ ახართ თქვენ. უკეთოს სოფლისაგანი იყვეთ, ძალიან ბევრი ესეთი სოფელი ყვარობს თავისად. ხელის გულზე ატარებთ მათ. სულის გაყიდვის ხარჯზე აძლევს ყველაფერი იმას, რაც დღეს სრულფასეულობებით არის ცნობილი და აღარ ჩამოვხდით ნეგატივს, რომ არ გავმეორდეთ. მაგრამ თქვენ აღებული ხართ ამ სოფლისაგან და ეს ღვთაებრივი კოდი, რომელიც ღმერთმა მოგცათ, ეს არის რაც ქაოსური ინფორმაცია. ეს არის რაღაცა უბრალოდ გავიგე, რომ ყურმოქმით არ შემიძლია, რომ არ ყურმოქმით მსმენია საფრთხის ჯულზე და არ შეიძლება რომ არ დაეთანხმო, იმიტომ რომ მაინც ვიცი რომ საფრთხის ჯული არა. ეს ჩვენი ცხოვრების მუდმივა, კოდია, ჩვენი ცხოვრების აქსიომები, ამას უნდა მივსდიოთ. ეს არ არის უბრალოდ ინფორმაცია. ეს არის ღვთის მადლით მოდულირებული ცოდნა, რომელიც საოცარ სიბრძნედ იქცევა ჩვენ ცხოვრებაში და უნდა განხორციელდეს. და ჩვენი ყველა შეზღუდულობა, ჩვენი ყველა ცოდვილი ნასკვი, ცოდვილი ჩახერგილობა ჩვენი ცხოვრებისა გახსნას, ზღუდეები გაარღვიოს და ჩვენი ცნობიერების ლანდშაფტი წმინდა გახადოს და ჩვენი ონტოლოგიური რუქა ჩვენი ცხოვრებისა გახადოს ნათელი და გასაგები ჩვენთვის. ამიტომ ვეცადოთ, რომ მეტად მივენდოთ ღმერთს, მეტად ვილოცოთ, მარხვა არის ახლა მეტად კარგად ვიმარხულოთ. შეუნდოთ, ვაპატიოთ, სიტყვა შემინდეთ, სიტყვა მაპატიე, სიტყვა კეთილგანწყობის სიტყვები ყოველთვის პირველ სიფრთხეზე, პირველას ხშირად ვთქვათ და გქონდეს მაპატიე, შემინდე და ვევედროთ ღმერთს, როგორც მამაო ჩვენოშია ნათქვამი, ხო? ყველაფერი რაც არის იქ და განსაკუთრებით ის, რომ ამ მძიმე ცხოვრებაში და ნუ შემიყვარებს ჩვენგან სასწაულს, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამენ.